საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს წარუდგინა ყოველწლიური ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის პარლამენტში მოსმენა განხილვამდე ინფორმაცია იქ აღწერილ ვითარებაზე უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს. ანგარიშის სრული მოცულობის თითქმის ნახევარი პატიმართა უფლებრივ მდგომარეობას ეხება. ტექსტში მიმოხილულია სამოქალაქო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის მდგომარეობა. ანგარიში ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებს და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს. დღევანდელ დიალოგში საქართველოს სახალხო დამცველთან გიორგი ტუღუშთან საუბრისას ყურადღებას მივაპყრობთ რამდენიმე ჩვენი აზრით არსებით საკითხს მისი ყოველწლიური ანგარიშიდან. მოგესალმებით კარგონებო და ბატონებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 10 საათი. ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით დიალოგში დავით ბაიჯაძესთან, როგორც მოგახსენეთ, გადაცემის პირველ ნაწილს სტუმრობს გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი. მიზეზიც მოგახსენეთ, მან წარუდგინა თავის ყოველწლიური მოხსენება. ადრე წელიწადში ორჯერ ხდებოდა ეს ამბავი საქართველოს პარლამენტს. მოხსენება არის ვრცელი, დაახლოებით 640 გვერდიანი, თუმცა თუ გადაავლებ თვალს, კიდე წინამავალ მოხსენებებზე მეგონი უფრო პატარა არის. ამას მნიშვნელობა არ აქვს. დიდი მადლობა რომ მოგზანდით. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი გადაცემა, ჩვენი კითხვა-პასუხი. წინასწარ ინფორმაციით მე არ წამიკითხოს ეს მოხსენება, გავეცანი მოკლე ანგარიშს მის შესახებ, მოკლე წინათქმას, სადაც ძალიან თეზი სურათ არის მიმოხილული მოხსენებაში გაშლილი საკითხები, ეს გამოქვეყნდა თქვენს ვებგვერდზე და კარგი იქნება თუ ამ საკითხთაგან ზოგიერთს გავშლით და ზოგიერთს დავამატებთ ჩვენი მხრივ. წინასწარ ინფორმაციით მოხსენების თითქმის ნახევარზე ოდნავ ნაკლები უკავია ისევ და ისევ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში არსებულ ვითარებას, პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას. ეს რა არის? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენს რეკომენდაციებს გაცემულს 2009 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ამ სფეროში უკეთებენ გაბმულად იგნორირებას? არა, ეს ამას არ ნიშნავს. კარგი, მაშინ რატო იცვლება, თუ კი საერთოდ იცვლება ვითარება ძალიან ნელა ამ სფეროში პენტენციალურ სისტემაში და რატომ რჩება ეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ყველაზე უფრო მასშტაბურ, მე ვიტყოდი, ყველაზე უფრო მეტი ადამიანის მომცველ და მტკივნეულ პრობლემად წლების მანძილზე. რამდენადაც ეს თქვენ არ ხართ პირველი ადამიანი, ვინც მეკითხება, ვთქვათ, რითია განპირობებული მოცულობა. და პროცენტული წილი, ვთქვათ, ანგარიში თავისა, რომელიც ეხება პენტენციალურ სისტემას. პირველ რიგში უნდა ხაზი გაუსვა იმას, რომ სახალხო დამცველი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ახორციელებს გაეროს კონვენციის თანახმად პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციას და შესაბამისად შეუზღუდავად ახორციელებს მონიტორინგს ყველა თავისუფლების შეზღუდვის ადგილში. თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ დეტალურად გამოვიკვლიოთ საჯელახსოვრების სისტემაში არსებული ვითარება. ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებას, აქ არის პრიორიტეტები, რომლებიც უშუალო კავშირშია ჯანდაცვის უფლების რეალიზებასთან, მოპყრობა პატიმრების მიმართ, საყოფაცხოვრებო პირობები და ყველა ის უფლება, რომელიც გარანტირებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მთელი რიგი საერთაშორისო ნორმებით. მე ალბათ ანგარიშებსაც გაიცნობით ნახავთ, რომ დეტალურად მიმოვიხილე ის რეკომენდაციები, რომლებიც შესრულდა თუნდაც გასულ წელს. არის გარკვეული რაოდენობა რეკომენდაციებს, რომელიც გათვალისწინებული იქნა, ეს რა თქმა უნდა პოზიტიურია, თუმცა მთელი რიგი პრობლემებისა, რომელზეც მე მიწევს ყოველ წელს საუბარი, კვლავ აქტუალურია. ახლა რამ გამოიწვია ის, რომ ვთქვათ, მე ყოველ წელს მიწევს სხვადასხვა თემებზე, სხვადასხვა ასე ვთქვათ, კონკრეტული მიმართულებებიდან საუბარი. ერთ-ერთი არის მოპყრობის თემა, რომელზეც მე ვსაუბრობდი 2009 წელსაც, 2010 წელსაც და 2011 წელსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა სისტემური არ არის ყველა დაწესებულებისთვის და ახასიათებს როგორც წესი რამდენიმე დაწესებულებას, ეს პრობლემა სისტემაში სამწუხაროდ კვლავ დგას. და მის მოგვარებას მინდა გითხრათ, რომ არ ჭირდება არც დიდი ფინანსური დანახარჯები და არც რაიმე სხვა ასე ვთქვათ, რესურსები. რა თქმა უნდა, ეს არის ნების ამბავი და რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაგირების ამბავი ესეთ ფაქტებზე. პენტენციალურ სისტემაში მსგავსი ფაქტები ხდება ბევრ ქვეყანაში, თუმცა რეალურად
რაოდენობა ასეთ ფაქტებისა და ასევე ეფექტურობა განპირობებულია მასთან ბრძოლის ეფექტურობა განპირობებულია იმით თუ რამდენად გაქვს სურვილი ამას მიაქციოს ჯეროვანი ჩამოთვალოთ ის უფლებები რომელთა შელახვას წერტილი დაესმევა თუ კი საამისო ნება იქნება გნებავთ პოლიტიკურ ნება უწევთ ამას გნებავთ რაღაცა სხვა ნება აქ არის ერთი მომენტი შეიძლება ასე ვთქვათ რაღაცა ობიექტური პრობლემები ხო ვთქვათ პატიმართა სიმჭიდროვე და ნაკლები ფული საიმისოთ რომ ააგო ახალი საპატიმრო. ლაპარაკი არის ამ ტიპის პრობლემებზე, ამ კითხვაში. რა არის თქვენი დაკვირვებით სუფთად ნების საკითხი აქ? ნების საკითხი არის რა თქმა უნდა იმ პირების პირველ რიგში პასუხისმგებლობის დაყენება, რომლებიც მსგავს ქმედებას ჩადიან. მეორე აქტუალური თემა, რა თქმა უნდა, არის საგამოძიებო ორგანოების მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ერთის მხრივ სახალხო დამცველი ამოწმებს სიტუაციას, მიდის კონკრეტულ შეფასებამდე, რეაგირებისთვის ქმნის კონკრეტულ მასალებს, რომელსაც უგზავნის შემდგომ იმ უწყებას, რომელსაც ევალება მსგავს ფაქტებთან ბრძოლა. და ამ ფაქტების გამოძიება ეს არის მთელ რიგ შემთხვევებში პროკურატურა, რომელსაც კანონი ავალდებულებს მსგავს ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება. პროკურატურამდე სანამ ეს მივა უწყების შიგნით. უწყების შიგნით რა თქმა უნდა არსებობს საგამოძიებო დეპარტამენტი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე საქმეს ეს დეპარტამენტი იძიებდეს სისტემის შიგნით. ლაპარაკი არის არა გამოძიებაზე, არა პოსტფაქტუმ, არამედ ანტეფაქტუმ, ხო? ერთია პრევენციული ზომების გატარება, ეხლა ალბათ თქვენ ახსენეთ დაწესებულების ზომა, როგორც ერთ-ერთი მოცულობა, ვთქვათ და ლიმიტი, ეგრეთ წოდებული, რომელსაც მე ოფიციალური ტერმინის სახით ხმარობ ხოლმე ანგარიში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად მოსახერხებელია დაწესებულება სამართავად მენეჯმენტის კუთხით. მინდა გითხრათ, რომ სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, გახდა აუცილებელი აშენება დიდი ზომის დაწესებულებების. ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნები, ერიდებიან, თქვათ, იგივე 3000-3500 კაციანი დაწესებულებების შენებლობას, იმიტომ რომ მათი მართვა და იქ დისციპლინის დამყარება არის ხოლმე ძალიან რთული. და სწორედ ესეც შეიძლება მოვიაზროთ ერთ-ერთ მიზეზად ხშირ შემთხვევაში, როდესაც მთელი რიგი ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიმართავენ უკანონო ზომებს, როდესაც ახორციელებენ ამა თუ იმ ქმედებას. მაგალითად, ძალიან ხშირია უკანონო დასჯის ფაქტები. როდესაც ვთქვათ, ირღვევა რეჟიმი, ან არის კონკრეტული პრობლემები დაწესებულებაში დისციპლინის კუთხით, რა თქმა უნდა, კანონი ითვალისწინებს მთელ რიგ ზომებს, რომელიც უნდა ნორმალურმა ადმინისტრაციამ გამოიყენოს და არ მიმართოს კანონსაწინააღმდეგო მეთოდებს, როგორიც არის ვთქვათ, პირის ცემა, ასე ვთქვათ, მისი დამცირება, სხვადასხვა უკანონო სასჯელის ზომების გამოყენება, როგორც შეიძლება იყოს ვთქვათ, მისი ჩაბრუნება საკარანტინე საკანში, ბოქსში მოთავსება. ხომ დავაკონკრეტებ რა არის ბოქსი, იმიტომ რომ შეიძლება მაყურებელია მან გარკვეულწილად დააბნიოს. ეს არის ვთქვათ, მცირე საკანი, რაც არ არის არანაირი ვთქვათ, საშუალება რომ პირი დაჯდეს ან წამოწვეს, რომელიც არის ზედმეტი მოსაცდელი დანიშნულებით, ვთქვათ, თუ პირი გადის დაწესებულებიდან სხვაგან, შეიძლება რამდენიმე წუთით იგი გააჩეროს, ხო, სადაც, მაქსიმუმ 9 საათი ალბათ ესეც. არა, დასჯის მიზნით. დასჯის მიზნით ყოფილა, რომ ღამე გაუტარებიათ იქ პატიმრებს, ეხლა მე არ ვიცი რამდენად შეეფერება სიმართლის, მაგრამ იყო ძალიან ხშირად ბრალდებები, რომ წყალსასხავდნენ იატაკზე, რომ მათ იქ წამოწოლის საშუალება არ ქონოდა. და არასოდეს არც ერთხელ ამის ჩამდენს არანაირი პასუხი არ აქვს. საუბარი არ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, მინდა გითხრათ, რომ გარკვეულწილად ქუთაისის ნომერ 2 დაწესებულება 2011 წლის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური ამ კუთხით. იგივე საქმეები რომ ნახოთ ანგარიში, ძალიან ბევრი საქმე უშუალოდ ეხება ამ დაწესებულებას. ეს რატო არ არის ლაპარაკი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე? როცა ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, შემოდის ცოტა სხვა ტერმინოლოგია, რომელიც შეიძლება ვერ იპოვა მართლაც სისხლის სამართლის კოდექსში, ხო? არასათანადო მოპყრობა, ღირსების შემლახველი მოპყრობა და ასე შემდეგ. არა და ღირსების შემლახველ მოპყრობას ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობა იცავს. ვითარ არის ახლა ღირსების შემლახველი მოპყრობა ადამიანს მოუსპო ძილის და არის იგივე კანონმდებლობაში მუხლები, რომლებიც არსებობს 154 მუხლის პირველი პრიმა, მეორე პრიმა მუხლი პირდაპირ მიუთითებს, ვთქვათ, იმ დანაშაულებებზე, რომელიც უკავშირდება წამებას, არა ადამიანურ მოპყრობას, ღირსების შემლახველ მოპყრობას, იქ ასევე ჩამოთვლილია დამამძიმებელი გარემოებებიც. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად გამოძიება იწყება 333 მუხლით, ეს არის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტა გადამეტება. მინდა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ხშირად გამოძიება არის დროში
ძალიან გაჭიანურებული, არაგონივრულ ვადებთან გვაქვს შეხება. ან არის შემთხვევები, როდესაც თქვათ ექსპერტიზა ინიშნება გვიან, თუმცა 2011 წლის ბოლოს და 2012 დასაწყისში შეიმჩნეოდა გარკვეული გაუმჯობესება. თქვენ თუ ნახავთ სახალხო დამცველის ანგარიშში კონკრეტულ ფაქტებს, იქ მითითებულია, რომ დაინიშნა ექსპერტიზა და იგი ჩატარდა. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლაზე, თქვენ ნახავთ, რომ რამდენიმე ფაქტია მოყვანილი, სადაც პირს დაზიანებები აღენიშნებოდა. ხო, სახალხო დამცველი ხო ვერ დაემყნობა მარტო მონათხრობს, რომელსაც თქვათ იგი მოისმენს თქვათ თავისუფლება აღკვეთილი პირის გჭირდება გარკვეული მტკიცებულებებიც, ხო, რომელიც შეგიქმნის კონკრეტულად წარმოდგენას საქმესთან მიმართებაში, როდესაც შენ საგამოძიებო ორგანოს მიმართავ, მას ასევე უნდა დაუსაბუთო გარკვეულწილად თუ რამ გამოიწვია შენი მიმართვა. მართლა. როდესაც დაზიანებს უკაცრავად. არ ვიცი მე სწორად დასმოს ვაკეთებ თუ არა, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს ასაც თქვენ ბრძანებთ, რომ სრულიად უპერსპექტივაა მიმართო ვითარების გამოსასწორებლად თვითონ საჯარო აღსრულების სამინისტროს? მე ვთვლი, რომ ჩემ პრაქტიკიდან გამომდინარე რეალურად ბოლო 2 წელი რაც მე სურათი ვნახე ამ კუთხით, რომ დიდი აზრი ამას არ აქვს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ თქვენთან საუბარში საჯარო აღსრულების სამინისტროს წარმომადგენელი ბატონი არსოშვილი ძალიან დიდი ტაქტით და აღიარებით და მოკლედ პოზიტიური განწყობით ლაპარაკობდა. სახალხო დამცველის რეკომენდაციები მათთვის არის ძალიან ფასეული, ისინი ამას ითვალისწინებენ და სხვა. ეს ლიტონის სიტყვებია? არა. ეს ეხება გარკვეულ ნაწილს ჩემ რეკომენდაციების. ეხლა როდესაც 300 გვერდზეა საუბარი და იქ ჩამოთვლილ მრავლობით რეკომენდაციებზე, თქვენ ალბათ ნახავდით, რომ ეგ არ არის საუბარი მარტო არასათანადო მოპყრობაზე. ძალიან ბევრი პრობლემა იყო დასმული, ნაწილი რეკომენდაციების სამინისტრომ გაითვალისწინა და მე ეს ძალიან პოზიტიურად შევაფასე, რა თქმა უნდა, ალბათ გაუგებარიც იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის სახალხო დამცველი მაყოფილი არ იყოს შესრულებული რეკომენდაციის გამო, თუმცა რა თქმა უნდა რჩება თემები, სადაც ჩვენ ვერ მივახციეთ გარღვევას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ის თემებიც, რომლებიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ვიტყოდი და მეორდება წლიდან წლამდე ანგარიში, მე რეალურად ეს რეკომენდაციები და მათი შესრულება მომცემ საშუალებას, რომ შემდეგ წელს შემცირდეს ამ დარღვევების რაოდენობა. იგივე არასათანადო მოპყრობა, ჯანდაცვა გაცილებით უფრო რთული თემაა, მინდა გითხრათ და გარდა კონკრეტული ნებისა და სხვადასხვა ჯანდაცვა სისტემაში, რა თქმა უნდა, სისტემას გულისხმობ, მოითხოვს სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებსაც. თუმცა არასათანადო მოპყრობის თემა, ეს არის განსხვავებული საკითხი და ეს მოითხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. საერთოდ არ არის ხარჯებთან დაკავშირებული. აქ საუბარია მიდგომაზე, მაგალითად, რატო არ მოხდა ჩემ ანგარიშში დაწესებულებების დიდი ნაწილი. ესე იგი, ყველას ერთნაირად ვამოწმებთ ჩვენ, როდესაც შევდივართ მონიტორინგზე. არა, საუბარი რომ თქვა, წელიწად სახალხო დამცველი მხოლოდ 3 დაწესებულებას ეწევა და დანარჩენი არ აინტერესებს. არა, ყველა დაწესებულება ერთნაირად ექვემდებარება მონიტორინგს წლის განმავლობაში. იმიტომ რომ ერთის მხრივ მინდა გითხრათ, რომ გვაქვს საქმე შედარებით სწორ მენეჯმენტთან, ვიდრე სხვა დაწესებულებებშია ეს. მეორე ერთი დაწესებულებებში განსხვავებული ატმოსფეროა ზოგადად. ხვდები, როდესაც ბევრჯერ შედიხარ დაწესებულებაში, ვთქვათ, რეჟიმიდან გამომდინარე, ყოველთვის მიხვდები რასთან გაქვს შეხება. ეხლა მაგალითად, როდესაც ჩურჩული საუბრობა და ეს ჩვეულებრივი რეჟიმის დაწესებულებები აღარ არსებობს, ასე არ არის? არა, ჩვენთან არის დახურული, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებები ძირითადში და საუბარია, რომ იქნება ღია ტიპის დაწესებულებებიც, მაგრამ ძირითადში ეს პრობლემა დგას განსაკუთრებით დახურული ტიპის დაწესებულებებში, რომლებშიც ძირითადში საპყრობილის რეჟიმზე იმყოფებიან პატიმრები და სადაც ძალიან ხშირად იცით, მე ვერ გეტყვით, რომ ეს დაწესებულებები არის უკიდურესად გადატვირთული. რა თქმა უნდა, ბევრი პატიმარია დაწესებულებებში, თუმცა მეტნაკლებად იმ დაწესებულებებს, რომელსაც მე ვიხსენებ, თქვა გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებას და ქუთაისის ნომერ მეორეს, იქ გადატვირთულობის პრობლემა არ დგას. ერთი ეგეთი კითხვა. თქვენ და მეც ვახსენებ ნების არარსებობა, ხო? პრინციპში ამ ნების არარსებობაც სწორედ გარკვეული ტიპის ნების გამოხატულებაა გახლავთ, რომ ესე მიგვაჩნია საჭირო და ესე წარმართვათ პოლიტიკას. გასაგებია, რომ ამგვარად წარმართული პოლიტიკა უკავშირდება ადამიანის უფლებათა შელახვას, მაგრამ თქვენი დაკვირვებით რა ამ ნების მქონეთათვის, ხო, ვინ პოლიტიკის წარმმართველთათვის, რა ეფექტი მოაქვს ამას, რა მიზანს ისახავს და მათთვის რა პოზიტიური ეფექტი მოაქვს აი ამ ტიპის მენეჯმენტს, როგორც თქვენ ამბობთ. ხო, ძალიან რთულია ლაპარაკო იმაზე, რა არის ამაში პოზიტიური. ერთის მხრივ გეტყვით. ეს მეთოდები ხშირ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრება, გამართლებულია რეჟიმის მოთხოვნების დაკმაყოფილებით. და მე ხას ვუსვამ, რომ ამაში პოზიტიური ობიექტურად არაფერია, უბრალოდ ისინი შეიძლება ამას რა კონტექსტში შეკითხვას, რა თქმა უნდა, აქ საუბარია
დისციპლინის შენარჩუნებაზე დაწესებულების შიგნით და ეგრეთ წოდებული შინაგანაწესის დაცვაზე. მაგრამ ძალიან ხშირად ზომები, რომლებიც გამოყენებულია, მე მინდა თუ არის აბსოლუტურად არაადეკვატური და ხშირ შემთხვევებში უკანონო. იგივე თქვათ ახლა მე არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ მე დიდი მხარდამჭერი ვარ ხშირი ადმინისტრაციული ზომების გამოყენების, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც თქვათ ადმინისტრაცია არ იყენებს კანონით განსაზღვრულ უფლებებს და იყენებს უკანონო მექანიზმებს, როგორც არის ცემა და თქვათ იგივე სხვადასხვა უკანონო დასჯის მეთოდები, მე ყოველთვის რა თქმა უნდა ვცდილობ გავაანალიზო რა ხდება. თქვათ როდესაც გამოითხოვ სტატისტიკას და ხედავ რომ ძალიან ცოტა კანონისმიერი ღონისძიებების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი, ეს თავისთავად ცხადყოფს იმას, რომ დაწესებულებაში სავსების შესაძლოა გამოიყენებოდეს უკანონო მეთოდები, თქვათ იგივე დისციპლინის მისაღწევად. თქვათ იგივე კანონი იცნობს არაერთ ზომას, როგორც სამარტო საკანში მოთავსება, თქვათ გაფრთხილება, იგივე თქვათ ადმინისტრაციული პატიმრობის დამატება, რასაც ასევე ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. პირველ ნახევარში გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი. თუმცა მეორე ნახევარში გაიზარდა, თქვათ იგივე, როდესაც სახალხო დამცველმა საჯაროდ განაცხადა, თქვათ ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში არსებულ კანონდარღვევებზე და იმ ფაქტებზე, რომლებიც ჩემთვის გახდა საყურადღებო, რადიკალურად იმატა, თქვათ იგივე კანონით განსაზღვრული მექანიზმების გამოყენება. თუმცა ამან არ გამოიწვია, რა თქმა უნდა, ის ცოტა არ იყოს და უაზრო აკრძალვები, რომლებიც ბევრ დაწესებულებაში არსებობს. არის შემთხვევები, როდესაც პატიმრები ვარს ამბობენ და არ გადიან სუფთა ჰაერზე, იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ შეიძლება გახდეს რაღაცა პროვოკაციის საგანი მათთვის, გარეთ გასვლა, თქვათ ერთმანეთის გადალაპარაკება. მე მახსოვს ჩემო წარმომადგენელმა გლდანში რადიოს აუწიეს ოდნავ ხმა და ამან რა გამოიწვია შიგნით საკანში, როდესაც პატიმრებმა თქვეს, რომ ეხლავე ჩაუწიოთ, რომ ყველას ჩაგვიყვანენ კარცერში. იგივე ბოლო ჩვენი მონაცემებით 400-მდე პირი იყო სწორედ კარცერში ჩაყვანილი და უმეტესწილად ეს იყო იმისთვის, რომ მათ ასე ვთქვათ გამოიწვიეს ხმაური. ეს იყო როგორც ერთი კითხვა, რომელიც უკავშირდება ასევე საპატიმროებში არსებულ ვითარებას სამეცნიერო კუთხით ტუბერკულოზს ეხება. რა ვითარება არის ამ მხრივ ტუბერკულოზის გავრცელების თუ ბექით შემცირების პრევენციის? თქვენ ახსენეთ, რომ ბატონი არსოშვილიო პოზიტიურად იხსენიებდა, თქვათ, სახალხო დამცველის ანგარიშს და საუბრობდა რეკომენდაციების შესრულებაზე. ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც რამდენიმე ჩვენი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული. დაინერგა ის მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია ტუბერკულოზის ინფექციის გასაკონტროლებლად სისტემაში. პირველ რიგში მე გულისხმობ ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას ამ დაავადების და ასევე გაკონტროლებას, როდესაც დაწესებულებაში შედის ახალი პატიმარი ან სხვა დაწესებულებიდან გადადის პატიმარი, არის თუ არა იგი ამ ინფექციის მატარებელი. თქვენ ნახავდით ალბათ ანგარიში მოყვანილია სტატისტიკა, მარტო 2011 წელს სკრინინგის პერიოდში 900-ზე მეტ პირს აღმოაჩნდა ტუბერკულოზის ინფექცია და ჯამურად მათი რიცხვი 2000 არ ცდება, თუმცა არც ბევრი უკლია, ეს არის დაინფექცირებული პირების რაოდენობა საჯავახსოვრების სისტემაში. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომ ტუბერკულოზს არ ექცეოდა ყურადღება სისტემის მიერ და ეს პრობლემა იჩენდა თავს რაღაც ეტაპზე და ჩვენ მივიღეთ დღეს შედეგი, რომ რეალურად თქვათ იგივე რომ აიღო 2011 წლის მეორე ნახევარი ტუბერკულოზით გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის პროცენტულმა მაჩვენებელმა დაიკლო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტუბერკულოზი რეალურად დამარცხდა და სისტემაში აღარ არსებობს, თუმცა რეალურად როგორც ჩანს სისტემა გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, მიმდინარეობს ახალი დაწესებულების შენებლობა, რომელიც ასევე გარკვეულწილად გააუმჯობესებს მდგომარეობას, თუმცა მთავარია რომ სამინისტრომ არ მოადუნოს ყურადღება და ის რაც დაკარგა სისტემამ დრო, რომ ამ დაწესებულებებში მოევლო ამ პრობლემისთვის დროულად, უნდა გამოიყენოს ახლა დახარჯოს საკმაო რესურსი იმისთვის, რომ ამ პრობლემას მოევლოს. თქვენ ნახავთ, თუ დღემდე მაინც ტუბერკულოზი ლიდერობს მიზეზში გარდაცვლილ პატიმართა შორის. თქვენ ივარაუდეთ, რომ ამგვარი მოპყრობის, არასათანადო მოპყრობაზე და ღირსების შემოხილ მოპყრობაზე მიზანი შეიძლება იყოს დისციპლინის გამტკიცება, დისციპლინის ისე როგორც მათ ესმის, ხო? მე არ მითქვია, რომ ეს არის. ამავდროულად თქვენ ახსენეთ, რომ სხვაობს ერთმანეთისაგან საჯავახსოვრები დაწესებულებები და ყველგან ასეთი პოლიტიკა არ ტარდება. იქ საცა ასეთი პოლიტიკა არ არის, ანუ არ არის სისასტიკე. შეიძლება სიმკაცრე იყოს, მაგრამ არის სისასტიკე და ღირსების შევახვა. იქ დისციპლინის საქმე ცუდად არის? არა. არა, სავსეთ ნორმალური ვითარება. მე არ მინდა ვინმე მე ხა წარმოიდგინოს, რომ სახალხო დამცველს აქვს. სამინისტრო ეს არის ის? არა, როგორ გეკადრება, ძალიან კარგად იციან დარწმუნებული. რას ნიშნავს არ იციან? ხა შეიძლება პრობლემა იცოდე, მასზე თვალები დახუჭო. ან შეიძლება გასაგებია, შეიძლება ეს პრობლემა არ იცოდე, მაგრამ სადაც განსხვავდებიან საჯავახსოვრები დაწესებულებები
აი ამ მოპყრობის თვალსაზრისით, თუმცა არ განსხვავდებიან დისციპლინის სიმტკიცის თვალსაზრისით. აქ სხვაობა არის პატიმართა კატეგორიებში, ანუ სასტიკ კატეგორიებიან იმათთვის უფრო ძიმე დანაშაულისთვის არის. ჩვენ ამაზე გვიმსჯელია, გვიფიქრია, აი ალბათ რუსთავის ნომერი მე-6 დაწესებულება, ხო, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ისეთი, მოდით ეს ვთქვათ, ძიმე კატეგორიის პატიმრები ყავთ, ვთქვათ, დაწყებული უვადო პატიმრები, დამთავრებული იმ პატიმრებით, რომლებმაც დაარღვიეს დისციპლინას სხვა დაწესებულებებში. ძალიან ხშირად გადაყავთ ხოლმე, ვთქვათ, რუსთავის მე-6-ში, რომელიც არის დახურული ტიპის დაწესებულება. იქ მე მინდა გითხრათ, რომ ვთქვათ, არასათანადო მოპყრობასთან მიმართებაში ჩვენ ასეთ პრობლემები არ გქონია, როგორც ვთქვათ, კლდანთან და ქუთაისთან მიმართებაში, ან სამკურნალო დაწესებულებასთან, რაც დაფიქსირდა ასევე 2011 წელს. აქედან გამომდინარე, ვერ იტყვი, რომ ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კატეგორიის პატიმრები არიან ამა თუ იმ დაწესებულებაში. მით უმეტეს მე ვიცნობ მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დაწესებულება, სადაც შეიძლება თქვა, რომ გარკვეულწილად ყავს ისეთი ტიპის მსჯავრდებულები, რომლებიც ვთქვათ არიან ყოფილი თანამშრომლების, როგორც წესი წყნარ დაწესებულებას მოიაზრება ყველა ქვეყანაში, ვთქვათ, სადაც სასჯელს იხდიან ყოფილი პოლიციელები, საჯარო მოხელეები და ასე შემდეგ. ეგეთ დაწესებულება დღეს მდებარეობს მატროსოვზე, ადრე იყო ავჭალაში. ვთქვათ, იგივე ქალთა დაწესებულება, სადაც როგორც წესი არასათანადო მოპყრობა. მაშინ რა გამოდის, როგორც ერთი ძველი საბჭოთააფორიზმი ამბობს, კადრები წყვეტენ ყველაფერს, ეს ამბავია. კადრები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ამ საკითხში და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მრავლობითი, ვთქვათ, განცხადებების და რეკომენდაციების შემდეგ ამ პრობლემურ დაწესებულებებს შეცვალეს ხელმძღვანელობა. ეს ეხება ჯერჯერობით მე მგონი ქუთაისის დირექტორი კვლავ რჩება მის თანამდებობაზე, თუმცა გლდანში და სამკურნალო დაწესებულებაში ხელმძღვანელობა შეიცვალა. მინდა გითხრათ, რომ ბოლო წელია ძალიან იმატა ყურადღებამ სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ. იგივე ჩვენ ამას გვგზნობთ ჩიქ დაწესებულებებში, რომ შევდივართ. თვითონ ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან დიდია ყურადღება როგორც ჩემი წარმომადგენლების მიმართ, ასევე ზოგადად ანგარიშის და რეკომენდაციების მიმართ. ისინი კითხულობენ, საფხედავთ ჩვენ პრობლემას, რამე დარღვევა თუ აღმოვაჩინეთ, ანუ ადრე ეს ტენდენცია არ შეინიშნებოდა და ესეც საკმაოდ პოზიტიურია. თქვენი მოხსენების ამ წინა თქმაში, მოკლედ რეზიუმეში აღნიშნულია, რომ გარკვეული ადგილი ეთმობა სამართლიან სასამართლოს უფლების დარღვევას ადამიანთა საზარალოდ და მოდი მაშინ თქვათ, რა ნაწილებში ირღვევა ეს უფლება. სასამართლო, რა თქმა უნდა, ყოველთვის რჩება ხოლმე სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ თემად. ეს არ გულისხმობს მარტო მდგომარეობის შესწავლას, ასევე თავის ფორმულირებას, ვინაიდან ძალიან დიდი რესურსი ჭირდება იმას, რომ გაანალიზო მთლიანად სასამართლო სისტემის საქმიანობა. თქვენ ნახავდით, რომ წელს პირველი წელია, როდესაც ჩემი წარმომადგენლები რაღაც პერიოდის მანძილზე დაესწრენ სასამართლო განხილვებს. ანუ რეგიონებშიც და თბილისშიც. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, მაგალითად, როგორ ფუნქციონირებს სასამართლო ახალქალაქის რაიონში, სადაც უმცირესობებით არის დასახლებული და სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა დღემდე დგას. იქ ჩვენ ვნახეთ არაერთი პრობლემა. მე აქ გულისხმობ არაშინაარსობრივ მხარეს, ვთქვათ, როდესაც მოსამართლე უშუალოდ საქმეს განეხილავს. მე გულისხმობ იმ კონკრეტულ კომპონენტებს, რომლებსაც, ვთქვათ, უნდა სასამართლო აკმაყოფილებდეს, როდესაც მივიდა ტექნიკურ მხარეს გულისხმობ, ვთქვათ, რამდენად იცავს მოსამართლე და თავად სასამართლო ზოგადად იმ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია. არაერთი პრობლემა აღმოაჩინა. თუმცა შესწავლილი საქმეები, რომლებიც სახალხო დამცველთან შემოდიოდა წლის მანძილზე, ცხადყოფს, რომ რამდენიმე სერიოზული პრობლემა კვლავ გვხვდება. ანგარიში ჩამოთვლილია ეს ძირითადი მიმართულებები, რომელზეც სახალხო დამცველის განმავლობაში მუშაობდა. ეს არის კანონის უკუძალის საკითხი, როდესაც ვთქვათ, ჩვენ არაერთი შემთხვევა გქონდა, რომელიც შევისწავლეთ, კანონმა შეამსუბუქა რეალურად სასჯელი და პასუხისმგებლობა გარკვეული დანაშაულისთვის და შემდგომ სასამართლომ ეს არ გაავრცელა იმ პირებზე, რომლებიც მსჯავრდებული იყვნენ ძველი კანონმდებლობით ამ შემთხვევაში. იყო დაცვის უფლებასთან დაკავშირებული კონკრეტული. უნდა გაავრცელებინა. ადამიანის მაშინ ხო ის კანონი მუშაობდა? არა, როდესაც ხდება სასჯელის შემსუბუქება, როდესაც ხდება განხორციელება, ამას ვერ გაავრცელებს. გასაგებია. აქ ჩვენ სახალხო დამცველი საქმეს სწავლობს, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი და არა, რა თქმა უნდა, როგორც პროკურორი ან სასამართლოს წევრი. ჩემთვის ამოსავალი წერტილია, რამდენადაა პირის უფლებები დაცული და ის მოთხოვნები, რომელსაც თუნდაც აყენებს საერთაშორისო კანონმდებლობა. ამ შემთხვევაში ეს არის კონვენციები, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი და ასე შემდეგ. გიორგი, იგივე დაასახელოთ გრძნობიარე და ნაკლებად გრძნობიარე უწყებები თქვენი რეკომენდაციებისადმი. გრძნობიარეს თქვენ რას გულისხმობთ? პოზიტიურად გრძნობიარე, ხო? მინდა გითხრათ, რომ ესეთი უწყებების რაოდენობა გარკვეულწილად გაიზარდა. ამას ცხადყოფს გარკვეული საჯარო განცხადებებიც, რომელიც ბოლო პერიოდში გაკეთდა ამა თუ იმ უწყებისგან. ლაპარაკი არის განცხადებებზე, ამიტომაც ეფექტზე მათი მუშაობა. მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს ჩვენ მივახციეთ იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არა მარტო დაიწყო გათვალისწინება, შეგვისრულა არაერთი რეკომენდაცია.
ხოსტორშტებ მინისტრის მოადგილე პარლამენტში საცხადებდა, რომ არაერთი რეკომენდაცია სახალხო დამცველი შესრულდაო და მე რა თქმა უნდა არანაირად არ მომერიდა, რომ პოზიტივით ამეფიქსირებდა ანგარიში და აღმეღნიშნა ის, რომ არაერთ დარღვევაზე, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ სხვადასხვა პოლიციის განყოფილებებში დათხოვნილი იქნენ თანამშრომლები სამსახურიდან. გარდა ამისა, შევიდა ცვლილება რამდენიმე ნორმატიულ აქტში, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს საკუთარი ბრძანებით და რა თქმა უნდა ხელმოწერით. მე მგითხავთ რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიცია ზედმიწევნით ასრულებდა ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენს მიერ იქნა თუნდაც 2010-2011 წლებში წარმოდგენილი, თუმცა რა თქმა უნდა პოზიტიურია ის, რომ რეალურად ადრე თუ ძალიან მცირე იყო პროცენტული მაჩვენებელი სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარებით, დღესდღეობით რეალურად კულტურად შეიცვალა გარკვეულწილად, თქვათ, იგივე პარლამენტშიც ვატყობ, რომ გარკვეული ცვლილებებია, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის პარლამენტის წევრები ძალიან ხშირად მიუთითებს სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამის რეკომენდაციებზე. ასევე თხოვენ პასუხს სხვადასხვა პირებს, რომ აი რატო არ არის შესრულებული ეს რეკომენდაცია. ეს რა თქმა უნდა არ არის ჯერ სასურველი შედეგი, თუმცა მე ამას 2009 წელს ვერ ვხედავდი, ეს არ იყო სახეზე და ჩემთვის მისასალმებელი. ეს არის სწორედ ომბუდსმენის ინსტიტუტის არსი. რა თქმა უნდა სახალხო დამცველი არ არის არც სადამსჯელო ორგანო, არც რეალურად ასე ვთქვათ კლასიკური გაგებით მაკონტროლებელი, გარდა იმისა, რომ მან უნდა აღმოაჩინოს პრობლემა, უნდა შესაბამის უწყებას აუხსნას თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოგვარდეს თუნდაც სისტემური ან ინდივიდუალური უფლებადარღვევა აღდგეს. რა სფეროებშია თქვენი დაკვირვებით შაშანდელ წელს შაშანწინდელთან შედარებით რეგრესი და სტაგნაცია, ანუ სად გაუარესდა და სად იგივე დარჩა ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული ვითარება იგივე ნეგატიური აზრით ამას გულისხმობ, რაც პრინციპში თუ გაუმჯობესება არის გაუარესება ამას ნიშნავს. მე გამოვყოფ ჯერჯერობით აშკარად პოზიტიურ მხარებს. ძალიან პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა ქვეყანაში, რაც მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით. და დაინერგა საკმაოდ კარგი სისტემა, რომელმაც 100-ზე მეტ არასრულწლოვანს მისცა საშუალება თავიდან აერიდებინა საპატიმროში მოხვედრა. ეს არის განრიდების და მედიაციის პროგრამა. და მინდა გითხრათ, რომ მე არაერთ შეხვედრას დავესწარი, სადაც ძალიან პოზიტიურადაა შეფასებული, აქ არ არის მარტო სახალხო დამცველზე საუბარი, მთლიანად პროგრამა და მისი ამოქმედება. ეხლა საუბარია, რომ ასე ვთქვათ, დასრულ პატიმრებზეც უნდა დაინერგოს, სრულწლოვან პატიმრებზე, მსგავსი მიდგომა ვნახოთ პრაქტიკაში ეს თუ იმუშავებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამან უკვე გაამართლა არასრულწლოვანთა მიმართებაში. უმცირესობებთან მიმართებაში მე მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფომ გააგრძელა სწორი ნაბიჯებით, სვლა, სწორი მიმართულებით, გამოვყოფთ იგივე რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით კანონის შეტანილ ცვლილებებს, რითაც მათ საშუალება მიეცათ დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. კიდე გამოვყოფთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, ბოლო წელიწად ნახევარში მკვეთრად იკლო რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების რიცხვი. თუ მე ადრე ვსაუბრობდი ანგარიშებში 30-40 ფაქტზე, თავდასხმების რელიგიურ ნიადაგზე, ფაქტობრივად თითზე ჩამოსათვლელი იყო 2011-2-3, თუ არ ვცდები, ისიც საკმაოდ უმნიშვნელო, მე ვიტყოდი, ანუ სერიოზულ, ასე ვთქვათ, ხელყოფასთან ადგილი, სერიოზულ ხელყოფას, ვთქვათ, და იგივე ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია და მინდა ასევე კიდე გამოვყო, ვთქვათ, იგივე მიმართულებები, რომლებიც იგივე დაუკარგავთ ახლა საჯარო ხსნილების სისტემას იმას, რაც ინერგება, ვთქვათ, მე მუდმივად მქონდა საუბარი იმაზე, რომ პატიმრებს არანაირი საკნის გარეთ აქტივობების შესაძლებლობა არ ეძლეოდა, დღესდღეობით დაიწყო სისტემა მზრუნვა იმაზე, რომ დაინერგოს კონკრეტული საშუალებები იმისთვის, რომ რაღაც დრო პატიმარმა გაატაროს საკნის გარეთ, ჩაებას რაღაც აქტივობებში, რესოციალიზაციის კუთხით იდგმება რაღაც კონკრეტული ნაბიჯები, პაემნებთან დაკავშირებით შედარებით უკეთესი მდგომარეობა ამოქმედდა ეს გრძელვადიანი პაემნები და იმედი მაქვს, რომ მომავალში, ასე ვთქვათ, დახურული ტიპის დაწესებულებებშიც მიეცემათ პატიმრებს საშუალება პაემნებით სარგებლობის, თუმცა ეს საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. ასევე მინდა გამოვყო ჯანდაცვის რეფორმა, ჩვენ ძალიან ბევრ საუბრობთ იმაზე, რომ ჯანდაცვის რეფორმა წარმატებით განხორციელდა, თუმცა მე ძალიან შორს ვიყავი ამ აზრისგან, დღეს საუბარია რეფორმის ახალ დაწყებაზე, როდესაც სამოქმედო გეგმაში და სტრატეგიაში გაითვალისწინეს ჩვენი არაერთი შენიშვნა, სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული ჯანდაცვა პენიტენციალურ სისტემაში. კი ბატონო, საუბარია პენიტენციალურ სისტემაზე ისევ და მე რა თქმა უნდა აღვნიშნე ისიც, რომ ჩვენი არაერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული. ნახოთ ეს მომავალში რა შედეგს გამოიღებს. კიდე ერთი საკითხი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ახსენეთ ეს მენეჯმენტის თემა, თუ როგორ იმართებიან დაწესებულებები, რამდენად კვალიფიციური იქ მომუშავე კადრები. მე არაერთხელ გავაკრიტიკეთ ჩემს ანგარიში, რომ
ფაქტიურად ძალიან ხშირად ჩვენ ვაწყდებით, რომ გვაქვს შეხება არაპროფესიონალურ საჯელახსოვრების სამსახურთან, სადაც ძალიან ხშირად რეჟიმი არის ერთადერთი ამოსავალი წერტილი და მათი ცოდნა ძირითადში ძალიან ხშირად შემოიფარგლება სარეჟიმო მოთხოვნებით. დაიდო სტრატეგია, რომლითაც საჯელახსოვრების სისტემა მომავალში უნდა იხემძღვანელოს და ცენტრი, სასწავლო ცენტრი, რომელიც ექვემდებარება სამინისტროს, უნდა გააკეთონ ყველაფერი იმის, რომ აღზარდონ მომავალში კვალიფიციური პენტენციალური სისტემის და პრობაციის ოფიცრები. მე იმედს ვიტოვებ, რომ რეალურად ამ წამოწყებას ექნება ასევე ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერაც, ტრენინგ ცენტრის, სასწავლო ცენტრის ბიუჯეტი ფაქტურად გაორმაგდა და მილიონამდე ლარს მოიცავს დღესდღეობით. იმედს ვიტოვებ, რომ ეს გარკვეულწილად მიეხმარება სისტემას, რაღაც პროგრესს ამ კუთხითაც მიაღწიოს. მინდა ასევე, რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვა ჩვენს საკმაოდ ნაყოფიერ თანამშრომლობას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან და იმისდა მიუხედავად, რომ ბავშვთა სახლების მონიტორინგის ანგარიში არ ჩაიდო მთლიან ყოველწლიურ ანგარიში, ვინაიდან ვერ მოვასწარეთ მისთვის საბოლოო სახის მიცემა. ჩვენ დაგვხვდა დაკავშირებით გაქვთ. კი, რა თქმა უნდა, ცალკე ანგარიში შესავალშია მოხსენიებული, მე ვფიქრობ აპრილის ბოლოს გახდება საჯარო. იგი მოიცავს როგორც ძველი ტიპის საბავშვო ბავშვთა სახლებს, ეს არის მზრუნვის სახელმწიფო სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული სახლები, ასევე საოჯახო მცირე ტიპის სახლებს. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი უმეტესი ნაწილი რეკომენდაციების წინა ანგარიშიდან მზრუნვის სააგენტოს მიერ დაგვხვდა შესრულებული, რაც აღნიშნულია მომავალ ანგარიში და მე მინდა, რა თქმა უნდა, კმაყოფილება გამოვხატო, რომ ბევრი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, თუმცა რა თქმა უნდა, უმეტესი ამ სახლებისა იხურება და მალე ალბათ არც ერთი აღარ იქნება, რომელიც იფუნქციონირებს. ჩვენ ასევე რა თქმა უნდა პოზიტიურად ვაფასებთ ყოველთვის თითოეული უწყების მიერ შესრულებულ რეკომენდაციებს. გარკვეული პრობლემები დარჩა ისევ თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, იყო გარკვეული კომუნიკაციების პრობლემები. მინდა გითხრათ, რომ შედარებით სურათი გამოასწორა კობასუბელიანის უწყებამ და რეალურად კომუნიკაციის რეჟიმი აღდგა და ასე ვთქვათ, ჩვენ ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც რეალურად გვჭირდება ხანდახან სამწუხაროდ არასრული სახით, თუმცა წინა წლებთან შედარებით აშკარა პროგრესია, მაგრამ დარჩა არაერთი სერიოზული პრობლემა ამ უწყებასთან მიმართებაშიც და არაერთი ჩემი რეკომენდაცია მიმართულია სწორედ ამ უწყებისკენ, როდესაც ვეხებით იძულებით გადაადგილებულ პირებს. აქ გარდა ვთქვათ ნებისა, აუცილებელია სერიოზული ფინანსური დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა რა თქმა უნდა ამაზე საჭიროა ისიც, რომ ეს თემა იყოს პრიორიტეტული მთავრობისთვის და მეტ ყურადღებას უთმობდეს ამ მოწყვლად კატეგორიას. დიდი მადლობა. მე კი გითხეთ, ვთქვათ, ნეგატიური რა არის, მეთქი და რა გაუარესდა თქო, თუმცა რაკიღა 25 წუთი ჩვენ მაინც უფრო კრიტიკულად ვილაპარაკეთ. თქვენი სურვით, რომ ბოლო წუთები დაგეთმოთ აი ამ ხო, მე ვერ გეტყვით, რომ კატეგორიული გაუარესება იყო რომელიმე მიმართულებით. იგივე საჯელახსოვრებაში, როდესაც ვსაუბრობთ გარდაცვლილ პატიმრებზე, ეს ტენდენცია სამწუხაროდ შენარჩუნებული იქნა ფაქტურად იგივე მაჩვენებლებია, რაც იყო შარშან. ერთადერთი დამძიმებული თავია, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის ანგარიშის შეკრება მანიფესტაციების თავი, სადაც ძალიან ფართოდაა გაანალიზებული 26 მაისის მოვლენები და სამწუხარო იყო ძალიან, რომ რეალურად დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან პირთა ფიზიკური შეურაცხყოფის და ცემის ფაქტები არა მარტო აქციის დაშლისას, ასევე დაკავების შემდგომ. არაერთი პირი იყო, რომელმაც ჩვენ მოგმართა და მათ ჰქონდათ სერიოზული დაზიანებები და რეალურად მასალები ცხადყოფს, რომ მათ ნაწილს სერიოზული დაზიანებები მიადგათ დაკავების შემდგომ პერიოდში. მე გამოვყოფთი რამდენიმე ფაქტს, ერთ-ერთი არის დუმბაძე, ზურაშვილი, თუ არ ვცდები. მინდა გითხრათ, რომ არავინ არ არის რეალურად ამისთვის დაჟილი. აქ სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, რაც არის კიდევ ერთ-ერთი ნაკლოვანება, როდესაც რეალურად უწყება არიჩენს სათანადო, ასე ვთქვათ, არავლენს სათანადო რეაგირებას ესეთ მძიმე ფაქტებზე, როდესაც საუბარი ადამიანზე, რომელიც ყოველგვარ დაზიანებების გარეშე ჩანს პირზე, როდესაც დააკავეს და მოგვიანებით თელავის დროებით მოთავსებს იზოლატორში, მას შემპოულობ მოტეხილი ნეკნებით და დაზიანებული ცხვირით და სხვადასხვა სისხლნაჟღენთებით და ნაჭდევებით, რაც თავისთავად ცხადია მიუთითებს იმაზე, რომ პირი მას შემდეგ, რაც მოექცა პოლიციის კონტროლის ქვეშ, დაექვემდებარა სერიოზულ არასათანადო მოპყრობას. მე ასევე გამოვყოფთი ერთ-ერთ ფაქტს, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან საყურადღებო. ეს არის ერთ-ერთი პირი, რომელიც გარდაიცვალა საჯელახსოვრების სისტემაში
თუმცა შესწავლილი მასალები ცხადყოფს, რომ იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე შევიდა დაზიანებებით. ეს არის სამხედრო პოლიციის მიერ დაკავებული პირი, რომელიც 19 საათის განმავლობაში, არ ვიცი, სად იმყოფებოდა, მხოლოდ ამ დროის მერეა შეყვანილი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც დაფიქსირებულია სერიოზული დაზიანებები. იმის და მიუხედავად რომ ამ პირმა განაცხადა, რომ თვითდაზიანებებია ეს და ვთქვათ გარკვეულ გარემოებებში აქვს მიღებული, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს პირი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას. მოგვიანებით იგი გარდაიცვალა კლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში მიოკარდიუმის ინფარქტით. ეს გარკვეულწილად დადასტურებული ექსპერტიზის დასკვნით და მიუხედავად იმისა, რომ ამ დაზიანებებს საერთო ჯამში არ შეეძლოთ მოესპოთ მისთვის სიცოცხლე, არ იყო იმდენად სერიოზული, ცხადია, რომ შეეძლოთ, რა თქმა უნდა, პოტენცირება ნეგატიური, ასე ვთქვათ, ტენდენციებს შეეძლოთ. ანუ ეს პრობლემები მაინც ეს ინდივიდუალური ფაქტები მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად სერიოზულ ჩრდილს აყენებს იმ მიღწევებს, რომლებიც არსებობს ამა თუ იმ სისტემაში. თუ ამ ინდივიდუალურ ფაქტებს არ მიექცევა ყურადღება და არ დადგება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ძალიან ხშირად იკარგება ის, რაც გაკეთდა და რაც არის ძალიან სამწუხარო. დიდი მადლობა. არაფრის. ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. მალე, მარცი ამდენ ხანში, მაგრამ აპრილის თვეში სავარაუდოდ ჩვენ ვიქნებით მოწმენი თუ როგორ მიიღებს განხილავს და რა დასკვნას გააკეთებს საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის იმ ყოველწლიურ ანგარიშზე, რომელსაც მიუძღვენით ჩვენ დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილი. ხოლო მეორე ნაწილში ჩვენ ვესაუბრებით ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლუის ნავაროს.